ყოველწლიური დეკლარაციების ჩამონათვალიდან აირჩიეთ გადასახადის სახე საშემოსავლო. აირჩიეთ შესაბამისი პერიოდი და ახალი დეკლარაციის შესავსებად გააქტიურეთ ღილაკი ახალი დეკლარაცია. სისტემა ეკრანზე გამოიტანს დეკლარაციის ფორმას შესაბამისი პერიოდის მითითებით. დეკლარაცია შედგება 4 ჩანართისაგან. მათი შევსება ხორციელდება თქვენი საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების შემთხვევაში შეავსეთ პირველი ჩანართი, დეკლარაციის მესამე ნაწილი. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები ვალდებული არიან შეავსონ დეკლარაციის A დანართი. ყურადღება: მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებისათვის სისტემა ავტომატურ რეჟიმში გამოიტანს დეკლარაციის ფორმის მეორე ჩანართს. თუ მხოლოდ სპეციალური რეჟიმით სარგებლობთ, მაშინ უნდა შეავსოთ მხოლოდ მეორე ჩანართი, დანართი A. არასამეწარმეო, არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების ან სარგებლის და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის შემთხვევაში, მაგალითად იჯარით მიღებული შემოსავლები, ან აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, ან მიღებული სარგებელი, უნდა შეავსოთ დეკლარაციის მესამე ჩანართი, დანართი B. ფიზიკური პირის მიერ საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსგან მიღებული ხელფასი, რომელიც არ დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, მაშინ უნდა შეავსოთ მხოლოდ მეოთხე ჩანართი, დანართი G. განვიხილოთ დანართების შევსების წესი და სისტემაში განხორციელებული კონტროლები. გადავიდეთ პირველ ჩანართზე, დეკლარაციის ნაწილი 3. დააკვირდით, სისტემა ავტომატურ რეჟიმში გამოიტანს მონიშნულს დეკლარაციის ტიპს ჩვეულებრივი. საქმიანობის შეწყვეტის ან შეჩერების დეკლარაციის შესავსებად მონიშნეთ შესაბამისი დეკლარაციის ტიპი. გაითვალისწინეთ, რომ შეწყვეტის დეკლარაციის შევსებას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი განცხადება შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ. შეიტანეთ მონაცემები ველების დასახელებების შინაარსის მიხედვით. მე-15 უჯრაში შეიტანეთ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობებიდან ნებისმიერი ფორმით მიღებული ერთობლივი შემოსავალი. გაითვალისწინეთ, რომ ეს მონაცემი საინფორმაციო ხასიათისაა. მისი მნიშვნელობა არ უნდა იყოს ნაკლები მე-16, მე-17, მე-18, მე-20 ველების ჯამს, დამატებული B დანართში, მე-3 და მე-4 სვეტების ჯამი და ასევე G დანართის მეორე სვეტის ჯამი. მე-16 ველში მონაცემი ავტომატურად გადმოდის მიკრო და მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეჭდვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავლის A დანართის შევსების შემთხვევაში. მე-17 უჯრაში შეიტანეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლის ოდენობა ასეთის არსებობისას. მე-18 უჯრაში უნდა შეიტანოთ მონაცემი, რომლის ოდენობა არ შეიძლება იყოს ნაკლები მე-19 უჯრაში შეტანილ მონაცემზე. მე-19 უჯრაში უნდა შეიტანოთ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ექვემდებარება მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას. მე-20 უჯრაში შეიტანება ტოტალიზატორის სისტემურ ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის ერთობლივი შემოსავალი. 21-22 უჯრებში შეიტანეთ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ღირებულება, შესაბამისად საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის. 23 უჯრა ივსება ავტომატურად და შეადგენს 24-დან 32 უჯრებში შეტანილი მონაცემების ჯამს. გაითვალისწინეთ, 32 უჯრაში შეიტანება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობაც. ამდენად 23 უჯრის მნიშვნელობა შეიძლება იყოს უარყოფითიც. 33 უჯრაში მნიშვნელობა იანგარიშება ავტომატურად და შეადგენს 21 და 23 უჯრების ჯამს. ვინაიდან 23 უჯრის მონაცემი შეიძლება იყოს უარყოფითი, ამიტომ 33 უჯრაში მნიშვნელობა შესაძლებელია უარყოფითი მნიშვნელობისაც იყოს. 34 უჯრის მნიშვნელობა შეადგენს მე-18 და 22 უჯრებში შეტანილი მონაცემების ჯამს. 35 უჯრაში შეიტანება მე-18 უჯრაში შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლები. ამასთან, აღნიშნულ უჯრაში არ შეიტანება საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი ის შემოსავალი, რომელიც მიღებულია არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარის გაცემით. აგრეთვე საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი იმ პირთა შემოსავალი, რომლებიც დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით ავსებენ დეკლარაციას. ყურადღება: 35 უჯრაში შეტანილი სიდიდე არ შეიძლება იყოს ნაკლები 36 უჯრაში შეტანილ მონაცემზე. თუ დარღვეულია ეს პირობა, დეკლარაციის შენახვისას სისტემა გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას.
36 უჯრაში შეიტანეთ 35 უჯრაში შეტანილი საქართველოში არსებული წყაროდან ხელფასის სახით მიღებული და გადახდის წყაროსთან დაბეჭდილი შემოსავალი. 37 გრაფაში დაბეჭდვისაგან გათავისუფლებული შემოსავლის მითითების მიზნით მონიშნეთ შესაბამისი კატეგორია. სისტემას ავტომატურად მონიშნული გამოაქვს პირობა არ სარგებლობ. დაუშვებელია სხვადასხვა ჩანართებში მონიშნული იყოს სხვადასხვა შეღავათის კატეგორია. თუ გაქვთ ვალდებულება შეავსოთ დეკლარაციის რამდენიმე დანართი ერთდროულად და ვთქვათ არჩეული შეღავათი გაქვთ 3000 ლარი, სისტემა საშუალებას გაძლევთ გადაანაწილოთ შეღავათის ოდენობა სხვადასხვა დანართებში. ვთქვათ პირველ დანართში 1000, მეორე დანართში 2000 და ასე შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3000 ლარისა. ამასთანავე 3000 ლარიანი შეღავათის პირობა უნდა მონიშნოთ მხოლოდ იმ დანართებში, რომლებშიც ასახავთ შეღავათის ოდენობას. სხვა დანართებში დატოვეთ არჩევანი არ სარგებლობ შეღავათით. 38 უჯრაში შეიტანეთ წინა წლების აუნაზღაურებელი ზარალი, რომელიც ექვემდებარება გამომქვითვას, მაგრამ არა უმეტეს წინა 5 საგადასახადო წლის ზარალისა. 39 უჯრის მნიშვნელობა იანგარიშება ავტომატურად. მისი მნიშვნელობა ტოლია 34, 33, 35, 37 და 38 უჯრების ხაობისა. თუ ხაობის შედეგი უარყოფითი სიდიდეა, მაშინ უჯრაში ჩაიწერება 0. მე-40 უჯრაში მონაცემები გადმოდის ავტომატურად, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი შეცვლა. მისი მნიშვნელობა სისტემის მიერ დაითვლება 37 უჯრაში არჩეული შეღავათის პირობებისა და შეტანილი მონაცემის მიხედვით. 41 უჯრა გამოთვლადია და მისი მნიშვნელობა იანგარიშება ავტომატურად, რაც შეადგენს 39 უჯრის 20%-ისა და მე-40 უჯრის 5%-ის ჯამს. მონაცემი ინახება მიასედამდე სიზუსტით. 42 უჯრაში შეიტანეთ საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. გაითვალისწინეთ, რომ დეკლარაციის 42 უჯრაში შეიტანება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომლებზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 53 უჯრა გამოთვლადია და მისი მნიშვნელობა შეადგენს 51 და 52 უჯრების დადებით სხვაობას. 44 გრაფაში უნდა განხორციელდეს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის 53 გრაფაში არსებული თანხის გადანაწილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით. ამისათვის მაუსის დახმარებით ჩადექით ველში და შეიტანეთ შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის დასახელების კონტექსტური ნაწილი. სისტემა გამოიტანს ჩამონათვალს და გააკეთეთ სასურველი არჩევანი. შეიტანეთ თანხის ოდენობა და გააქტიურეთ ღილაკი ჩანაწერის დამატება. წინააღმდეგ შემთხვევაში ღილაკი გასუფთავება. უკვე დამატებული ჩანაწერის წასაშლელად გააქტიურეთ ღილაკი წაშლა, ხოლო რედაქტირების მიზნით გამოიყენეთ ღილაკი რედაქტირება. 45 ველის მნიშვნელობა იანგარიშება სისტემის მიერ და ტოლია 42 და 21 უჯრების სხვაობისა, როცა 42 მეტია ან ტოლია 41-ისა. ყურადღება: საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა განხორციელდება დეკლარაციის ძირითად ნაწილში შეტანილი მონაცემების და ა დანართში მცირე ბიზნესის სტატუსით დეკლარირებული ინფორმაციის მიხედვით. დარიცხვა განხორციელდება 4 ნაწილად კუთვნილი სავადოების მიხედვით. განვიხილოთ დანართი A შევსების წესი. ეს დანართი ივსება მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ. ამდენად მონიშნეთ შესაბამისი სტატუსი და შედეგად სისტემა ამავე ფანჯარაში გამოიტანს შესაბამის ფორმას. პირველ უჯრაში მოქმედი ლოგიკის მიხედვით ავტომატურად გამოიტანება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შესაბამისი სტატუსის მიხედვით. მეორე უჯრაში შეიტანეთ სპეციალური რეჟიმით დაბეჭდვრას დაქვემდებარებული ერთობლივი შემოსავალი. მათ შორის შეტანილი მონაცემი ავტომატურად გადადის დეკლარაციის მესამე ნაწილის მე-16 უჯრაში. მესამე უჯრაში აისახება საშემოსავლო გადასახადით დაბეჭდვრისგან გათავისუფლებული დასაბეჭდვის შემოსავალი. შესაბამისი მონაცემის ასახვის მიზნით მონიშნეთ შეღავათის პირობა. მეოთხე უჯრა ივსება მხოლოდ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს შემოსავალი, რომელზეც არ ვრცელდება ერთობლივი შემოსავლის 30,000 ლარიანი შეზღუდვა. თუ არჩეულია მცირე ბიზნესი, მაშინ მოცემული უჯრა დალუქულია. მეხუთე უჯრაში შეიტანება სპეციალური რეჟიმით დაბეჭდვრას დაქვემდებარებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.
მისი მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს ნაკლები მე-6 უჯრაში შეტანილ მონაცემზე. მათ შორის მე-6 უჯრაში შეიტანეთ ხელფასის სახით დაქირავებულებზე გადახდილი თანხები. მე-7 უჯრაში მონაცემი საშემოსავლო გადასახადით დასაბეღ შემოსავალზე ავტომატურად გამოიცვლება სისტემის მიერ, რომელიც მიიღება მეორე უჯრასა და მესამე უჯრას შორის სხვაობის თანხის საშემოსავლო გადასახადის პირველ უჯრაში მითითებულ განაკვეთზე გამრავლებით. მონაცემები ითვლება მიასედამდე სიზუსტით. მერვე უჯრაში აისახება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად ადგილობრივ თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი. თითოეული ადგილობრივ თვითმმართველი ერთეულის მითითებით. ამისათვის მაუსის დახმარებით ჩადექით ველში და შეიტანეთ შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის დასახელების კონტექსტური ნაწილი. სისტემა გამოიტანს ჩამონათვალს და გააკეთეთ სასურველი არჩევანი. გაითვალისწინეთ, თანხის ველის ჯამური მნიშვნელობა არ შეიძლება იყოს მეტი მე-7 უჯრაში შეტანილ მონაცემზე. შეიტანეთ თანხის ოდენობა და გააქტიურეთ ღილაკი ჩანაწერის დამატება. წინააღმდეგ შემთხვევაში ღილაკი გასუფთავება. უკვე დამატებული ჩანაწერის წასაშლელად გააქტიურეთ ღილაკი წაშლა. შეტანილი მონაცემების შესანახად გააქტიურეთ ღილაკის შენახვა, წასაშლელად წაშლა. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკის შემდეგ. არასამეწარმეო, არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების სარგებლის და კუთვნილის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნით ივსება დეკლარაციის დანართი B. განვიხილოთ ამ დანართის შევსების წესი. მონაცემები შეიტანეთ უჯრების დასახელებების შესაბამისად. პირველ რიგში მონიშნეთ შეღავათის კატეგორია. გაითვალისწინეთ, სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში მონიშნულია არ ვსარგებლობ. მეორე სვეტში შეიტანეთ მიღებული შემოსავლის სახე. ჩამოშალეთ სარჩევი და გააკეთეთ სასურველი არჩევანი. არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში ქონების იჯარით ქიდით გაცემით მიღებული შემოსავალი, ან არასამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი, ან არაეკონომიკური საქმიანობით მიღებული სარგებელი. მესამე, მეოთხე, მეხუთე სვეტებში შეიტანეთ მონაცემები. გადასახადის განაკვეთის ასარჩევად მე-6 სვეტში ჩამონათვალიდან აირჩეთ სასურველი განაკვეთი. მე-7 სვეტის მნიშვნელობა საშემოსავლო გადასახადის ოდენობა სისტემის მიერ ავტომატურად დაითვლება, რაც შეადგენს მე-4 და მე-5 სვეტების სხვაობის ნამრავლს მე-6 სვეტის მნიშვნელობაზე. მერვე სვეტში შეიტანეთ ადგილობრივ თვითმმართველი ერთეულების დასახელება დასაბეგრი ობიექტების შესაბამისად. სასურველი დასახელების მოსაძებნად საკმარისია ველში შეიტანოთ საძიებო სიტყვის ნაწილი. სისტემის მიერ გამოტანილი ჩამონათვალიდან მაუსის დახმარებით გააკეთეთ არჩევანი. ჩანაწერის დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. წინააღმდეგ შემთხვევაში გასუფთავება. უკვე დამატებული ჩანაწერის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი წაშლა, ხოლო მონაცემების რედაქტირებისათვის გამოიყენეთ რედაქტირების ღილაკი. გაითვალისწინეთ, მესამე და მეოთხე სვეტების ჯამური მნიშვნელობა უნდა შეიტანოთ დეკლარაციის ნაწილი 3-ის მე-15 უჯრაში. წინააღმდეგ შემთხვევაში დეკლარაციის შენახვისას ან გადაგზავნისას სისტემა გამოიტანს შეტყობინებას. დეკლარაცია შეიცავს არასწორ მონაცემებს. შემდეგ გვერდზე გადასასვლელად გააქტიურეთ ღილაკის შემდეგ. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები, რომელთაც საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციებიდან ან და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებიდან მიიღეს ხელფასი და აღნიშნული არდაბეგრილა გადახდის წყაროსთან უნდა შეავსონ დანართი G. განვიხილოთ ამ დანართის შევსების წესი. მონაცემები შეიტანეთ უჯრების დასახელებების შესაბამისად. პირველ რიგში მონიშნეთ შეღავათის კატეგორია. გაითვალისწინეთ, სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში მონიშნულია არ ვსარგებლობ. პირველ სვეტში ხელფასის გაცემის თვე აირჩიეთ სისტემის მიერ შემოთავაზებული ჩამონათვალიდან. შეიტანეთ ხელფასის ოდენობა. შეიტანეთ შეღავათის ოდენობა ასეთის არსებობისას. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი გამოიტანება ავტომატურად. მე-5 სვეტში სისტემა ასევე ავტომატურად დაითვლის დარიცხული საშემოსავლო გადასახადის ოდენობას. მე-6 და მე-7 სვეტებში უნდა შეიტანოთ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ამ სვეტებში შეტანილი ჯამური თანხის ოდენობა არ შეიძლება იყოს მეტი მე-5 სვეტში შეტანილ ოდენობაზე. შეტანილი მონაცემების დასამატებლად გააქტიურეთ ღილაკი დამატება. წინააღმდეგ შემთხვევაში გასუფთავება.
უკვე დამატებული ჩანაწერის წასაშლელად გამოიყენეთ ღილაკი წაშლა, ხოლო მონაცემების რედაქტირებისათვის გამოიყენეთ ღილაკი რედაქტირება. გაითვალისწინეთ, მეორე სვეტში შეტანილი მონაცემების ჯამური უდენობა უნდა შეიტანოთ დეკლარაციის ნაწილის 3-ის მე-15 უჯრაში. დეკლარაციის გადაგზავნის მიზნით გადადით ბოლო გვერდზე. დაათვალიერეთ თქვენს მიერ შეტანილი მონაცემები. თუ დარწმუნდებით მათ სისწორეში, გადაგზავნის მიზნით გააქტიურეთ ღილაკი გადაგზავნა, ხოლო შენახვის მიზნით ღილაკი შენახვა. წარმატებულად განხორციელებული გადაგზავნის შემთხვევაში სისტემა გამოიტანს შესაბამის შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება დეკლარაციის არეგისტრაციო ნომერი. აქვე შეგიძლიათ განახორციელოთ გადაგზავნილი დეკლარაციის ფორმის ბეჭდვა, რისთვისაც უნდა გამოიყენოთ შესაბამისი ღილაკი ბეჭდვა. გისურვებთ წარმატებებს!